სალამი ხალხო. როგორც იქნა მოვიდა კაი ამინი და სეზონისთვის ყავს მოტოციკლეტები მოსამზადებელი 1 2 ეს ჩვენი არ არის მესამე გზაშია. ესე იგი ჩემ MT-ზე ვაყენებ წინა მაღალ ფენდერს. იმიტომ რომ ტალახში არ გავიჭედოთ ახალ ლევერებს. ფენდერსო დავაყენებთ სავარაუდოდ სინათლეების გადმოწევა მოგვიწევს და კიდე ბევრი წვრილ-წვრილი რამე გვაქვს რასაც აყენებენ. სულ უკვე საქმეშია. ხუნდები შეცვალა და ეხა დამატებით ნატურებს აყენებს თავის მონსტერზე. როგორ ძახი შენ? ჰა? მოტობლოკია რა. თავის მოტობლოკზე. აი, დავიწყოთ და ნელა გაჩვენებთ რა და როგორ. აუ რა, მაგრამ ერთი რამე დამავიწყდა. ახალი საბურავები არის უკვე. მიტასები 50-50-ზე, 50 გზა, 50 უგზაობა. Enduro Trail Plus ქვია თუ არ ვწდები, წინა და უკანა საბურავები იგივეა. ზომა ოდნავ განსხვავებულია ვიდრე ქარხნული, მაგრამ ერთხელ უკვე გავტესტეთ უდაბნოში და ბევრად უფრო კარგად მუშაობს ვიდრე რაც მოყვება ჩინური CST იმასთან შედარებით. წესით დარიგით ტალახზე კიდევ უფრო კარგი უნდა იყოს. მაგრამ ბევრი წვიმა და გაზაფხული რომ მაგას მე ვნახოთ. აი, რას ვაყენებთ? ესე იგი, ეს არის ფენდერი, ეგრეთ წოდებული კრილო, ეგრეთ წოდებული ფრთა. ახალი ალუმინის მოკლე ლევერები, ეს ტორმოზია და მაგიტომ არის გრძელი, ეს არის კლაჩი. ამას ცოტა დიდი მექანიზმი აქვს, იმით რომ შევეცოთ პატარა იქნება და უკვე უგზაობაზე ორი თითით ბევრად კომფორტული სამართავი იქნება. ამ მოტოციკლეტის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ის არის, რომ იდეაში ყველა ნაწილის ყიდვა შეგიძლია ძალიან მარტივად და იაფად ჩინეთში. როგორც ორიგინალის. ისე კარგი ხარისხის ავტომარკეტის და ისე ტემუს ნაგავის. მაგალითად, აი ამის, რომელიც ღირს 60 ლარი. თვითონ ლევერებს რაც შეეხება, ეს შედარებით ადეკვატურია. შედარებით მეტიც ღირს, მაგრამ თლიანი ალუმინის ბლოკია. და მგონია, რომ კარგად იმუშავებს, იმიტომ რომ იგივე ბრენდის ფეხის დასადებები ალუმინის რაც არის საკმაოდ დიდი ხანია მიყენია უკვე და იდეალურად მუშაობს, არც ხმაურობს, არც ბზარი აქვს, კომფორტულია სასიარულოდ და თან რაც ისეთია. იქნა გამომდინარე რომ თლიანად ალუმინის თან არის ამოფრეზილი, რაღაცა სანდოობის განცდას იწვევს უფრო. თვითონ კრილო ინდიაში ოფიციალური CF მოტოსია. ჩვენთან ბიჭებს ნაწილს უყენია ესეთი კრილო და ბევრად უფრო კომფორტულია როცა უგზაობაზე დადიხარ. მიუხედავად რო გითხრა? ფასი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 60-ან 70 ლარი ღირდა. უბრალოდ ტრანსპორტირება არის შედარებით ძვირი, იმიტომ რომ საჰაერო თუ იწერ მოცულობით გჩარჯავენ და საკმაოდ ძვირი გამოდის, მაგრამ თუ არ გეჩქარება სახმელეთოთი რო გამოიწერ 12-15 ლარის ამბავია სულ. განსხვავებით ამ მონსტრის ნაწილებისგან, რომელიც ბევრი ღირს. აი, ხა დავიწყოთ დაყენება და თან კიდე რაღაცებს გეტყვით და აგიხსნით, რაც უკვე შეცვლილი აქვს ამ მოტოციკლებს, იმიტომ რომ წინა ვიდეოებში ბევრს ჰქონდა კითხვა, იგივე მაგალითად ჩიგეზე რა არის, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, მაგებს დეტალურად აგიხსნით და ნუ დადებით და უარყოფით მხარეებს smart riding სისტემის. იდეაში ლევერები რო დავაყენოთ, მოუწევს ხელის დამცავებს მოხსნა. ეს ხელის დამცავებიც არ არის ქარხნული ავტომარკეტია. ჩინური ბარფასთერებია, მაგრამ მუშაობს კარგად. ქარხნულად რაც მოყვება, ის ქარდები არის პლასმასის და ნუ პირველ-მეორე დაცემას უძლებს, მერე ნაწილებად იშლება. ამას ალუმინის კორპუსი აქვს, ბევრად უფრო დაცულია ხელი და ნუ წინა პლასმასი თუ მოგიტყდება, შეიძლება მარტივად შეცვალო რა. უბრალოდ ნუ ერთი მინუსი ის აქვს, რომ წონა შედარებით მეტია. რკინიდან გამომდინარე და პირადად ჩემი მთავარი ჩელენჯი რაც არის ამ მოტოციკლებზე, სულ ვცდილობ იმას, რომ წონა არ გამექცეს და რაც შეიძლება გავაშევამსუბუქო რა. აი აქაც ეთყობა ბრძოლის კვალი, ესეთი დაცემით წინა უეჭველი გატყლებოდა. ხო, ლევერები რო დავაყენოთ, მოგვიწევს მაგის მოხსნა უეჭველი.
ლევერები არის ნარინჯისფერი, იმიტომ რომ გეგმაშია რომ ახალი სტიკერების კიტი გამოვიწერო ამისთვის და KTM Dakaris ვიზუალი მივცეთ ამ მოტოციკლებს, გონია რომ ბევრად უფრო ლამაზი და მხიარული იქნება, ვიდრე ეხლა. მაგრამ ცუდვიძე არც ეხლა. ჰენდგარდების, ესეთი ჰენდგარდების მუღამი რაც არის რა, იდეაში ალუმინია მთლიანად. კარგად შეგიძლია დაეჯასტო როგორც გინდა დახარო და აწიო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ 1, 2, 3 რეგულირების წერტილი გაქვს და საკმაოდ ისეთია რა, მარტივი სწრაფი დასაყენებელია და კარგად შეგიძლია რეგულირება. რას გულისხმობ რა, მაგალითად მე ჩემი საჭი არის დახრელი, იმიტომ რომ ფეხზე დგომის დროს მირჩევნია რომ ოდნავ უფრო დახრა მქონდეს ქვევით და ქარხნული რაც იყო იმას რომ ქვევით წევდი, ედებოდა ტორმუზის ბაჩოქს და იმ საშუალებას არ მაძლევდა რომ კარგად დამეხარო. ანუ ეს ბევრად კაი ტიპია გარდა იმისა რომ უკეთესი დაცვა აქვს რა. კაი, ხა ამას მოხსნი. იმიტომ რომ ესენი დავაყენოთ და როცა ამის დაყენებას გადავთ, მე გაჩვენებთ დეტალურად რა როგორ. მე აქეთა მოხსნა. თუ არ გეზარება მოხსნა. რა ზომა არის? აი ეს შისტია. 6-იანია დიდი. ესე გამოდის. მარტივია. ყველაფრის გაკეთება შეიძლება შენი. პროსტა ეზოში 3 ცალი კლუჩით. თან უნდა გქონდეს ყოველთვის. ახლა ოდნავ განსხვავება. იდეაში ხა ამ სარეგულირებელს გადავიტანთ აქ და დანარჩენი ეგ არის რა, სავარაუდოდ ტულკის გადატანა მოგვიწევს აქეთ მხარეს და მთავარი არის რომ რეზინა არ დავკარგოთ, რომ ის გქონდეს დრეკადობა. ისე ჩვენში დარჩა სადაც ხობა არ არის. რაში? პატარა სხვა. როგორ აი ეს არის თავარი. კაი, ხა ეს როგორ უნდა გადავაწყოთ. მოდი. ეხლა ჩავსვათ აი აქ. აბა მოდი. ამას ვშლით. ხო. იგი ეგრე გამოდის. კი, აღონც ფრთხილად უნდა. პრუჟინა არ მიდის ასე. დამყოლია და. იდეაში პირდაპირ გადმოდის რა, ანუ ერთი-ერთში. ეს მიდი ხა უბრალოდ. აი ესე. ესე? ხო. არა, ესე არა. ასე. პრუჟინა იმაში არ უნდა ჩაჯდეს? არა, ეს უნდა მოუჭიროთ. არა. აი მაშინ. ხო, ესაც პირდაპირ გადმოდის რა. უჯერება. ესაც კაი. ესაც პირდაპირ. არა, ეს კაი არის, კი, უბრალოდ ეს მოკლე არის. შეინახი რა. ესე ხო? ხო. უბერნო ჩავსვათ ტულკა. ეგარ. იდეალურად გამოვიყვანოთ ახლა ბალანდი. ეგარ. იდეალურად. ბევრად ლამაზია ნარინჯისფერი. აუ, მაგარია, თო. თოსო. ხო მაგარია. მოსება ფერად. აი ამას მიდის პაჩეტო. ჰა? ხო. ეგას მე დავაყენე, ხოცი. არ ეყენე. სო, იდეალურად. ძალიან კაია. აუ, ძალიან კაი როჟა. აი 2 წე არის რა.
ჩედაჟი ცოტა ნუ გასუქდა კიდევ და დიდი თითები ხო მაინც სუკან ორ თითსაც არა ნუ ხელთათმანზეა სმისლე რა ხო ცოტა ახამდე რომ მოხვიდე ხელთათმანი ხო გაგიფართო ცოტა ესე რომ გქონდეს რა იდეალურია და ან ყველაზე მთავარი ეს არის ამ თითებს არ ეხება რა ზუსტად ან პრობლემა რა იყო რა იდეაში ცუდად რო აჩერებ ან რო რაღაც და ორი თითით მუშაობ ეს ორი თითი ხდება შიგნით რა და ყვებაში და აქ გაჭერს მე უფრო კარგად აჩვენებ რატო ანუ ეს ორი ყვება და მკივნეულია მით უმეტეს თუ აქეთ ხარეს ვარდება და ეს ხელი აქ გაკ მოკლედ სახიფათო ну короче შევთანხმდეთ რომ off-road-ში ჯობია რომ ორთითიანი თიარო კი ზუსტად ბევრად უფრო სქელია ქარხნულზე ზომაში საკმაოდ დიდი სხვაობაა და ყველაზე მთავარი ის არის რომ ხარისხიანია რა მასიური ალუმინია და აი სანდოა რა ერთი სიტყვით ანუ მიუხედავად იმისა რომ იდეაში ესეთი რაღაც შეიძლება ტემუზე და ყველგან ნახო ჯობია რომ ცოტა ისეთი ადეკვატური ბრენდი შეარჩიე იმიტომ რომ ნუ ჯობია რომ ესეთი რაღაცები კარგი ხარისხის იყოს რა ეს ბეისლონგიც იდეაში ჩინური ბრენდია მაგრამ ნუ საკმაოდ მუშაა ეხა განახებ ძველთან შედარებით სისქეში რამხელა სხვაობაა საწავიდა ძველი ლევერი იო ლევანიც ადგილზეა მოვიდა ლევანა სად არის ქარხნული ლევერი მოკლედ ამის სისქე გუპა პატეშკა ისლონგის მოდი ბევრი საქმე გვაქვს მოდი რა მინდიო მაგარი საორიენტაციო დავიცოდი თორსა დავხილი გამოვხერე ნახე რა ისლობა დავაყე ქიმიურად ჩუბად მუშაობ სუფთა რა აპა ოჰო თან მასიურია რა მაგარია ხო ყელია არის ბიჭო და კომფორტულია არის რა სამუშაოთ რა ის არ მე ვიწროა ეს კლაცი აქ აი ესეთი მაგ ზუსტად მე გამოწერე მე ეს არ მაწუხებს მაგრამ შენ დამაგზელებელია ჩემი არ გზელდება აქა გოდა ისა პლასმასისა ცოტა სხვანაირად არის ეს შპილკები უნდა გამოვაცალოთ და გადავიტანოთ აქეთ. ხო, აგერად. მაგერს გავაგდებთ და იგას. ხო, ეგაც ცოტა უკვე ეგ გვპიზდეთ. გაგვინდა ამისთვის. სოსამ კალოტკა შეცვალაზე ხარ ბლოგის გარეშე ძმა. ხო. მოვედი აქ უკვე შევცვალე. დავშლი ბიჭო, ახლიდან დავშლი. გააგინე. მეტი რა გავქნა. თუ შეიძლება იძახიო ჩვენი კალოტკებიც აქვს რა. სახალი ეს ქარხნა ზომაში სხვაობა ეს უნდა გადმოვიტანოთ მეც უხდება ხო ნანიჩის მაგრა, კაიფერია. ეს რულის რაიზერებიც კიდე შეცვალო? ხო რულიც უნდა ავწევთ ეგ საინტერესოა. რული უნდა ავწევთ მოდი ჯერ ეს დავაყენოთ მაშინ და მე თუ შეგვიშლის ეგ. შენ ეგ დააყენე მოდი მე იქამდე კრილოს მოვხსნი არაფერსაც შეგვიშლის. და მე ავწევ არა რაიზერში არ შეგიშლის. რა არა ეს თარგით არა და ეგა მე მაშინ რული ვატრიანე, რული გადავატრიანე, მე მივყივე ესენის ტრიანი. მეტია ეს 2 სანტიმეტრი. მაშინ 2 სანტიმეტრია ეს 2-ია. 2 კაია. აი 1 სანტიმეტრი რა აზრია კაც. ვერც იგზნო.
კიბოს მოხსნა კიდე უფრო ადვილი, ანუ ძველს 4 ვოლტიდან მოხსნი, პროსტა ჯობია რომ ეს შევაქთატო და ახალი მაღალი კიბოს კრანშტეინი კიბოს არ მოყვება ცალკე უნდა იყიდო. და აქ ამას აუსო პატარაზე. და უბრალოდ ნათურების გაწევა მოგვიწევს გვერდით. აბარა სისტემა. ბიჭო, აი მეგზე არის. ხო. შეიძლება. აი ამას მივწევ ამ იმას, აი ამას მივწევ და ეს გამოკაჩავს და დაიგო. ეს არის განსხვავება. ახალავე ვიზამონე სახა. ეს არის სადაპირებს აქ. 4 ვოლტი. აქ და ამ 2 ვოლტით მაგდება პირდაპირ ვილკაზე. რას? ჩანთებს? ლევანეს არაც უყენი ამას ფიქრობ. ო, კარგად არის, კი. ალბათ წერათ მიდიხარ. ოოოოო. მაგარი. რატო არის პროსტა ვერ ავხტო. რავახარ ნიკო. ნიჩიო. ამას პროსტა შეატრიალებ და всё რა პრობლემა. ბიჭო, მან თავარი არის რომ სილუეტს გარეთ არ გამოვიდეს, რომ დაცემის დროს არაფერი არ არის. არა. არა, აი ესე ნუ აქვს დასაყენებელი სადღაც გავუკეთოთ რა. კრილოს რა შეუშალოს რა. ეს აი ლევანას როგორც აქვს, ესე რომ დააყენო, აი აქა ვაფშე. ხო? აი აქ რა. შენ შეხედე ტრაკის ღარი ხო არ მიჩანს. შემთხვევით იქიდან კამერა იღებს. არ მიდის ეს დედა გაღუე. დანახება. აჰა. რა ხელა დააგრძელებ რა თუნდა. ჯანი რომ ქონოდა. აუ ხელები მენაჩო. ოჰ. რა შვები შენ რა ვახ? შედობა? რალი? კაი, რული სამწევი და. ბიჭო, წეს თოფი ხო ის არის. აბა რული სადამდე გადმოდის. ანუ ფარი რო აქა იყოს ეხა ესე, ნახე? გასწორე, აი ამას ესე მიატრიალე და ეგ არის. და ეგ არის, მა. კაია. ძალიან კაია სოსო. ხელები ხო, აი ძალიან კაია. სოსო შერაშვები. შუქებს. ვაერტებ. ელექტროობას. დამატებითი განათება. შენთან მეტი დავაყენეთ კიდე რამე? ხუნდები შეიცვალა. არაფერი. და დამატებითი განათება. ახალი კრილო. დაეჯასტებული ნათურები. ახალი ჩანთის დამცავები. ცოტა ამძიმებს, მაგრამ ოკეია. და რული აიწია 2 სანტიმეტრით. ბევრად უფრო კომფორტულია სიარულის დროს.
განსაკუთრებით როცა ფეხზე დგახარ. აქაც დავაყენეთ ახალი ლევერები. იგივე თითქმის ზომით მოკლე. ქირურგიული სამუშაო. ახი აბა რამე ადმინისტრაციული ყოვიდა. ანუ ნაკლებად ქირურგიული, მაგრამ არ ვიცი რა ორ ხოლ გაფუშა. ჩიგეზე ორი სიტყვით. ეს არის ჩიგე. არა, ჩიგე არ არის პროსტა ან მარტო მონიტორი არ არის რა, ეს არის smart riding სისტემა, რომელიც არის მოდულარული. და იდეაში ეს მონიტორი იერთებს რაღაც კომპონენტებს, რაც დამატებით კომფორტს გაძლევს სიარულის დროს რა. მაგალითისთვის შეგიძლია OBD ადაპტერზე შეაერთო თავის ბლოკი აქვს, რომელიც უკაბელოდ უკავშირდება ეკრანს და ეკრანზე შეგიძლია გამოიტანო ყველა ინფორმაცია, რომელსაც OBD გაძლევს. ასევე შეგიძლია რეგისტრატორი დააყენო, წინა უკანა და კამერების ჩანაწერები ჩაიწერო, მკვდარი ზონის სენსორებიც შეგიძლია რომ დააყენო. საბურავის წნევა შეგიძლია რომ დააყენო და გამოაჩინო. და ასევე მუღამი რაც აქვს არის რომ ანუ დაკავშირებულია თავისით სატელიტებთან და ნუ ყოველთვის შეგიძლია ნახო შენი კოორდინატები, სიმაღლე, გადახრის კუთხეები, შეგიძლია ტრიპები ჩაიწერო, ბატარეის ვოლტას გაჩვენებს, იმიტომ რომ პირდაპირ ბატარეაზეა დაერთებული. ნუ კაი რაღაცები აქვს რა. ეს არის სიჩქარე არის GPS-დან დათვლილი და ნუ ყოველთვის სხვაობას გაძლევს სპიდომეტრის სიჩქარესთან შედარებით. არ ვიცი რომელია სწორი, მაგრამ ნუ შეზღუდვა არის. კიდე ნუ კარგი დამატებითი ფიჩერები აქვს იდეაში შეგიძლია რომ დააერთო მაგალითად კამერა და კამერის კონტროლი გქონდეს აქედან, გულისხმობ action კამერას, რომელიც ნუ შლემზეა დამაგრებული. მოკლედ ბევრი რამე შეგიძლია აწყო რა, ანუ არ არის უბრალოდ მარტო დამატებითი ეკრანი რა და ძალიან კომფორტულია დამატებით ეკრანათაც, მაგრამ კარგად გადადის რუკა, ძალიან დილეი არ აქვს, კარგად მუშაობს და ასე შემდეგ. ამ ბაიკზე კიდე რაც აყენია, ეს არის გამოვიწყდა მე თქვა. ეს არის ეგრევე ძახი რალის კამი, რომელიც შედარებით უფრო მაღალია. დამატებითი დარბილება აქვს და სტანდარტულთან შედარებით, ანუ ბევრად უფრო კომფორტულია ტიპისთვის, რომელიც მაღალია რა, ანუ ბევრად უფრო კარგად ვზივარ, კარგად მაქვს ფეხი გაშლილი და ბევრად უფრო სასიამოვნოა შორგზაზე სიარული. ასევე ტრაკის დასტები ბევრად უფრო დიდია. კიდე აქ რაც გვიყენია, მინაა შეცვლილი. მინა არის უფრო დიდი, როგორც სიმაღლეში, ასევე განში და ბევრად უფრო კომფორტული ამით სიარული ვიდრე სტანდარტული მინით. რაღაც ეს არის საშუალო ვერსია. იდეაში, როცა სტანდარტულ პოზიციაშია, მაშინ ხედვა მინის გავლით არ არის, ანუ ჩვეულებრივად იყურები და ტრასაზე რომ მიდიხარ, შეგიძლია აწიო და იდეაში ეს 5 სანტიმეტრი გაძლევს იმას, რომ კარი აღარ გიბერავს სახეში. აი ამაზე აყენია უფრო მაღალი ვერსია. უბრალოდ ეს ვერსია ამიტომ არ მომწონს, რომ უგზოობაში რო დადიხარ, გიწევს რომ მინიდან უყურო გზას და რაღაცა დისკომფორტს მიქმნიდა ყოველთვის. შევაჩერდი ესეთ მინაზე, რომელიც თავიდან მაღალი იყო. მაგრამ მე შუკას დახმარებით გადავჭერით. ფარები ჯერ არ გამისწორებია, მაგრამ მე ღამე პარკინგზე შევაყენებ და იქ გავასწორებ. ეს არის სტანდარტული სკამი, რომელიც უფრო მყარია ვიდრე ის უფრო კომფორტულია. კიდე რა გვაქვს? მეტი მე მგონი ისეთი არაფერი. აბა, დარეგულირდა? გაუხიშდა. აუ მე ჩემიც გავაუხეშოთ რა. ხო და ჯერ შეგვენახავ. მიდი აბა ნახე. ანუ იდეაში თემა რაც არის წინაც და უკანა ამორტიზატორიც რეგულირდება, მე მგონი რომ წინა გაშლაზე და დაკეცვაზეც უკანა არ ვიცი როგორ და ყოველთვის ვიზახდი რომ ეგ უნდა დავარეგულირო, თქო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავარეგულირო. ეს ამისად როგორც არის, ისე კომფორტულია.
იგივე საბურავი. 20. ქირურგიული სამსახური 20-ია? 20-ზე არა 10-ზე იდგა ხო. და ხო და სავარაუდოდ ეგ არის 10 იქით არის 10 იქით და შუაზე დგას. დაგვაღამდა. შე კახელი კაცი პირველად ანახე თუ რა ხდება? არა, ძმაო, რა სიძახი. ქირურგია მეორე სერია. აუშვი. ავამატეთ კიდე ჩანთებიც. კარგად დაჭდა. დავაკელით ერთი ჩანთა. ერთი რაც დარჩა დასაყენებელი, უბრალოდ გეგმა რაც არის, ბაკის ჩანთა მინდა, რომელიც ბენზინის დავსახურზე მაგრდება და ფიქრობ, რომ ეს ჩანთაც შევცვალოთ, რამე მსგავსს დავაყენებ ისევ. კოფრთან შედარებით ბევრად უფრო მსუბუქია და ჯაყჯახში უფრო კარგად მუშაობს. ეხლა ვაყენებ კი. ეგ არის. ისე და ეხლა